როცა ჩდება სამეწარმეო სამართალი, მაშინ ჩდება ვალავალობის სამართალი. ეს უბრალოდ გერმანული მოდელი იყო აღებული და ფიზიკური პირი შეიძლება გაკოტრებულიყო. მე-6 წელია რაც კანონი იქნა მიღებული და ასე ვთქვათ, არავის არ უფიქრია იმაზე, რომ ფიზიკური პირი შემოიყვანონ როგორც გაკოტრების სუბიექტად. ის ვინც ბაზარზე სუსტია, ის უნდა მოისპოს, ის უნდა გაქრეს. ძლიერი სამეწარმეო საზოგადოება უკვე შესაძლებლობას იძლევა, რომ ძლიერი ეკონომიკური მონაწილე გახდეს ქართულ სინამდვილეში ამ 30 წლიან პერიოდში. წარმოიდგინეთ ჩვენ მე-4 გაკოტრების კანონი მივიღეთ. შეიძლება კითხვა გაჩნდეს კი, მაგრამ საქართველოს რა თქმა უნდა ამდენი გაკოტრების კანონი. მოსამართლეებს მაგალითად ეშლებოდათ გაკოტრების განცხადება სასარჩელო განცხადებასთან. დაგდებული საწარმო და ის ქონება, რომელსაც ეს საწარმო ფლობს და არაფერში უპატრონო დევს და უსაქმოდ არის, ეს სასარგებელს აძლევს ქვეყანას. გაკოტრებით გაიყიდა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. თქვენ გეხსოვებათ RMK რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, სააქციო საზოგადოება უზარმაზარი ქარხანა, რომელიც 50-იან წლებში აშენდა და მთელი რუსთავი ამ ქარხნის ირგვლივ გაშენდა. არ შეიძლება მოსამართლე გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმეს იხილავდეს და იმავდროულად სანივთო საოჯახო და ასეთ წყვეტდეს ან რაღაც კომერციულ დავებს. გაკოტრების და რეაბილიტაციის მმართველთა სწორი კასტა შესარჩევით ამას უნდა აკეთებდეს მხოლოდ ადვოკატი. გერმანიაში 200 წელია ეს მოდელი მუშაობს. როცა ეს ჩაკეტილი სისტემა არის, გამოვრიცხავთ იმ ეჭვებს, რომ იქ რაღაცას შაუბნელი საქმეები ტრიალებს. ეცეთ როგორ არის, რომ მიაქციონ ყურადღება, ძალიან ბევრი საქმე შემოადა, ის 25 კლანური სისტემა ვერაუა. ამიტომ ხვეწნას დაიწყებენ, მოდი მოგვეხმარებო. დღეს მოხეთი კანონი მოგწონთ თქვენ ბატონო. ხო და წარმოიდგინეთ როგორ გასუფთავდება ეკონომიკური ველი ასეთი ცრუ და ყალბად არსებული საწარმოებისაგან.